თუ რამე შეიძლება პოლიტიკას და ქრისტიანულ მორალს კონდეს საერთო, აი ვიღაცამ შეიძლება ეგეთ დაასრულოს, პოლიტიკა ისეთი ბინძური საქმეა, რომ საერთოდ სად ქრისტიანობა, სად პოლიტიკა. და დარწმუნებული რომ ბევრი საერთოდ ეგრე დააყენებს საკითხს და პირველი მაგალითად პრინციპი, რითიც შეიძლება თქვა, რომ აი შეიძლება ქრისტიანული პრინციპებით პოლიტიკის კეთება არის ეგეთი, რომ უნდა ეცადო, რომ ხალხს ელაპარაკო არა ის, რისი მოსმენაც უნდათ, არამედ ის, რაც არის სიმართლე. აი თუ ქრისტიანული მორალი რამეს ავალდებულებს პოლიტიკოს არის, რომ აი ხედავ, რომ ადამიანი თავს იღუპავს. ვიღაცა ატყუებს ამ ადამიანს. და იმასაც ხვდები, რომ ამ ადამიანს იმდენად უნდა ამ ტყუილის მოსმენა. იმდენად მოტივირებულია ამ ტკბილი ტყუილის მოსმენაზე, რომ შენ რო სიმართლეს ეტყვი, თავს დაიზიანებ. აი მაინც თუ ამ ადამიანს სიმართლეს ეუბნები თუნდაც საკუთარი პოზიციის დაზიანების მიუხედავად პოლიტიკურ კონტექსტში. მე მგონი ეგ არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რითიც შეიძლება თქვა, რომ აი ქრისტიანული პოლიტიკური, ესე ვთქვათ, მიდგომა ეგ არის. ჩემი აზრით ახლა სანამ მაგ თემამდე მივალთ, პირველ რიგში ისიც უნდა ითქვას, რომ იმიტომ რომ მასე არ არის დაყენებული საკითხი, აი თანამედროვე რეალობაში არ არის დაყენებული, არ განიხილება ეგრე, მაგრამ ქრისტიანები არიან განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანები სხვა მორალური შეხედულებების სხვა ჯგუფებთან მიმართებაში, ხო? რაც თავისთავად ცხადია გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებს. ანუ ქრისტიანებს აქვთ განსხვავებული პოლიტიკური ამოცანები სხვა რელიგიის ან იდეოლოგიის მიმდევრებთან მიმართებაში. მაგალითად, ლიბერალები არიან სხვა პოლიტიკური ჯგუფი და ქრისტიანები სხვა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ესმოდეს. ქრისტიანობა გულისხმობს გარკვეულ პოლიტიკურ ამოცანებს. რატო აი ძალიან ბევრი საქართველოში ამბობს, რომ პირველი ლიბერალი ქრისტე იყო და ლიბერალიზმი არის ქრისტიანობა. ხო, მაგას ამბობს ვინც ქრისტიანობისგან ძალიან. არა, მოდი ეგ კარგი, ეგ მაგ არგუმენტს ამბობს ვიღაცა, მაგრამ მაგ არგუმენტამდე სანამ მივალთ, იმაზე შევთანხმდეთ გულისხმობს თუ არა ქრისტიანული რელიგიის პოზიცია პოლიტიკურ ამოცანებს. იმიტომ რომ ზოგი იმასაც ამბობს, რომ საერთოდ შეიძლება ქრისტიანი იყო რელიგიით, მაგრამ ეგ პოლიტიკურ ამოცანებს არ უნდა გულისხმობდეს და რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგის მოთხოვნას არ უნდა გულისხმობდეს. კი, ეგეთიც მომისმენია. მანამ იქამდე მივალთ არის თუ არა ლიბერალიზმი, ქრისტიანობა, რაც სისულელეა და სინამდვილეში ლიბერალიზმი ანტიქრისტიანობა, მაგრამ მანამდე საერთოდ ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანობა არც გულისხმობს არაფერ პოლიტიკურ აზრს, იქ რაღაცა არ უნდა ერეოდე პოლიტიკაში ან რაღაცა არ გულისხმობს ჩამოყალიბებულ რაღაც პოლიტიკასთან. ეგ გავარკვიოთ. მაგალითად, აი წარმოვიდგინოთ, რომ აი ნაცისტურ ქვეყანაში აღმოჩნდა ქრისტიანების ჯგუფი. ნაცისტურ ქვეყანასთან მიმართებაში ქრისტიანების ჯგუფს პოზიცია არ მოეთხოვება? არ იგულისხმება რა პოზიცია უნდა ქონდეს? რა თქმა უნდა. ანუ აი მაგალითად არის არჩევნები ტარდება და ბიულეტენში მოცემულია ბოლშევიკების პარტიის არჩევნის ვერსია, ნაცისტების პარტიის არჩევნის ვერსია და ვიღაც ტრადიციული ქრისტიანების პატივისმცემელი პარტია, ვინც აღიარებს ქრისტიანობას. ეგ ხო გასაგებია, რომ აქ არანაირი ორი აზრი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ქრისტიანს მოეთხოვება, უბრალოდ უფლება აქვს კი არა, მოეთხოვება თუ გვერდზე მდგომი ვერ იგებს შინაარს იმისა, რომ აი ბოლშევიკობა რას ნიშნავს, აუხსნას იმას, რომ ხალხო აი ამას რო აირჩევენ, დაიწყება ქრისტიანების დევნა, შევიწროება, ხალხის ჟლეტა, მაგალითად ნაცისტებს რო აირჩევენ, საკონცენტრაციო ბანაკებში გაუშვებენ, ფეჩი შეუკეთებენ ხალხს. ეგ არ აირჩიოთ. ეგ ხო მოეთხოვება.
მაგის ახსნა. ან მაგალითად ეხა ქრისტიანული გადმოსახედიდან და არა მარტო ობიექტურადაც და ქრისტიანული გადმოსახედიდან ცალსახად, მაგალითად აბორტი არის მკვლელობა. ხო? ეხა მაგის ახსნა რომ აი რომელიღაცა პოლიტიკური ძალა უჭერს აბორტის ლეგალურობას ხარს და რომელიღაცა პოლიტიკური ძალა ამბობს რომ მკვლელობაა. ხო? ეხა მაგის ეგ ხომ მოეთხოვება ქრისტიანული პოზიციიდან ქრისტიანს რომ იცი რა ეს მიუღებელი პოზიციის არის და ჩემი პოლიტიკური პოზიცია ცალსახად არის ისეთი კანონების მიღება რომელიც გულისხმობს რომ ბავშვებს აღარ დახოცავენ ეს უკანონობა იქნება. ამიტომ ეგ ძალიან მარტივი დიალოგის და მარტივი არგუმენტაციის საკითხია რომ რა თქმა უნდა ქრისტიანობა გულისხმობს პოლიტიკურ პოზიციას, რიგი პოლიტიკური პოზიციები იგულისხმება ქრისტიანობასთან ერთად და ეხლა რა არის ეს პოზიციები და დამთხევაში თუ არა ლიბერალისთან თუ პირიქით სრულ წინააღმდეგობა აი და შემდგომი რაც ყველა რო შეთანხმდეს მასეც შევეცადოთ რომ თქვათ აი ქრისტიანები უნდა გამოყო, როცა პოლიტიკურ ამოცანებზე ლაპარაკობ, როგორც ცალკე ჯგუფი. ყოველთვის, როცა პოლიტიკას განიხილავ, ქრისტიანები უნდა მოიაზრებოდეს განსხვავებული ინტერესების მქონე ჯგუფი. არ შეიძლება აურიოთ ერთმანეთში, აი მაგალითად, ქრისტიანები სხვა რელიგიის ჯგუფებთან, ანუ ერთი და იგივე პოლიტიკურ ერთეულად არ შეიძლება მაგის დასახელება. ეს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ თუ კი ის სხვა ერთეულია პოლიტიკური ქრისტიანი, ეგ გულისხმობს, რომ საერთოდ სხვანაირ სამყაროს, სხვანაირ სახელმწიფოს გულისხმობს ქრისტიანი. მაგიტოა სხვა ერთეული. მაგიტოა სხვა ერთეული. აი მაგალითად, ეხა ყველაზე პატივცემული ქრისტიანულ სამყაროში არიან პირველი ქრისტიანები, ხო? ყველაზე პატივცემული ხალხი, რომლებმაც რომის იმპერია გააქრისტიანეს. ანუ რომის იმპერიის პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალეს. და მაგისთვის ხალხი იმპერატორი გადავიდა, ხალხი ლომებს აჭამეს. და წამებით კლავდნენ მაგ პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას რომ ცდილობდნენ მაგისთვის ადამიანები შეეწირა. ხო, ანუ აი მაგაზე რომ დავკონკრეტდეთ. რომის იმპერიის აი მაგ ეტაპზე, როცა ქრისტიანული გავრცელების საწყისი ეტაპი იყო, მან ძალიან გავრცელებული იყო პოლიტიკური აქტი იყო, პოლიტიკური რელიგიური აქტი, იქ რაღაც ერთიანობაში არსებობდა და ეგ საერთოდ ეგრეც არის ხოლმე. რომის მხრიდან რომ ქრისტიანებს მისგან მოითხოვდნენ წარმართულ რიტუალებში მონაწილეობა. სხვა ღმერთების პატივისცემა. მე დავაკონკრეტებ, რას თხოვდე, რომ აი, ნუ კაი თქვენ ეგეთი ღმერთი, მაგაც საერთოდ ერთი ღმერთის კონცეფცია არც ესმოდათ და ეუბნებოდნენ, რომ კაი, ნუ გავიგეთ თქვენ, თუ გინდათ საერთოდ ქრისტეს ქანდაკება საგერ ჩვენ ღმერთებთან ერთად დაგიდგავთ. ოღონდ ერთ-ერთი ჩვენი ღმერთი არის იმპერატორი და იმპერატორს თუ სხვერპს არ შესწირავთ. აი ხა ვინც მეფობს ეგ იმპერატორი. ეგ უკვე მარტო რელიგიური აქტი კი არ არის, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყება. ანუ შენ თუ მაგ რელიგიურ რიტუალს არ ატარებ, რომ ამ იმპერატორს შესწირო სხვერპლი, შენ აჯანყებაში მონაწილეობ ფაქტიურად და მაშინ მოსაკლავი ხარ. ეგრე უყენებდნენ რომაელებს. მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ რომაელები აი ჩვენ როგორც აღვიქვავთ თანამედროვე გაგებით რელიგიას, ეგრე არ უყურებდნენ თლად რელიგიას. ბევრად უფრო პრაქტიკულ განზომილებაში იცავდნენ მაგ ყველაფერს, რაღაც ბუნების რაღაც მოვლენებს უკავშირებდნენ ღმერთებს და წარმართები. ხო, აი ჩვენს აი მონოთეისტურ რელიგიაში, აი ერთ ღმერთიანობაში რანაირი სულიერი აი მისტიური დამოკიდებულება, აი ტრანსცენდენტულობასაც ვეძახით, ეგეთი არ იყო. რომაელებს პრობლემა არ ქონდათ შენ რა რელიგიის, გინდა ეს რელიგიის ყოფილიყავი, თავარი იყო, რომ იმ წესები, რომის წესები შეგესრულებინა და გეღიარებინა რომის იმპერატორი. და ქრისტიანების პრობლემაც ეგ იყო, რომ ქრისტიანები
ქრისტიანობისთვის ეგ მიუღებელი იყო, კაცო, მრავალღმერთიანობის აღიარება, ეგ ღმერთზე უარის თქმის ტოლფასი იყო და მთელი პრობლემას და ურთიერთდაპირისპირება რომის სახელმწიფოსა და ქრისტიანებს შორის სწორედ მანდ იყო, რაც მნიშვნელოვანი იყო, უპირატესი მნიშვნელობის იყო რომაელებისთვის, ანალოგიურად კატეგორიულად მიუღებელი იყო ქრისტიანობა. მე გაქრისტიანდა რომი. შემოვიტან, მოდი აი ერთ კიდე. არა, მაგაზე დავსვავ კითხვას და გადავიდით. ხო გულისხმობს ქრისტიანობა იმას, რომ მაგნაირი პოლიტიკური წესრიგი შერყევა უნდა გინდოდა. აი ხა მოდი შემოვიტან ერთ კონკრეტულ ციტატას, ყველაზე ხშირად ქრისტიანობასა და პოლიტიკას რო ერთმანეთში ასე ვთქვათ ადარებენ, განიხილავენ, დამოუკიდებლობას, ყოველთვის ციტირებენ ერთ და იგივე მონაკვეთს სახარებიდან, რომ მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა. ეგ არის განსაზღვრელი ტექსტი, ოღონდ ვინ როგორ ინტერპრეტირებს მაგ ტექსტს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად, მე ისეთი ინტერპრეტაციაც მომისმენია, რომ აი კეისარი ხო წარმოადგენს სახელმწიფო აპარატს ფაქტიურად, აი მართველობის რაღაცა ის არის. რაც არ უნდა აკეთოს მაგ მართველობის აპარატმა. ეგ არაფერ შუაში არ ახარ და შენ აი შენი პირადი ქრისტიანობა იმას ქენი რა. შენი პირადი ურთიერთობა ღმერთთან კონდეს და იქ რა ხდება პოლიტიკურ კონტექსტში, ეგ შენ არ გეხება. ესეც ბევრი აყენებს საკითხს. ეგრეც შეგიძლია რომ დააყენო. აი უყურე მე თუ ინდივიდი, მე თუ პოლიტიკურ რეალობაში არ ვერევი, აი მაგალითად, მე თუ ხმას არ ვაძლევ საერთოდ. პოლიტიკა, ანუ ისეთ ცხოვრებას ვცდილობ, რომ პოლიტიკას საერთოდ არ განსაზღვრავ. არჩევნებზე არ დავდივარ. საერთოდ არც აქციებზე არ დავდივარ, არც ჩემ აზრს არ გამოვთქვავ პოლიტიკურს სოციალურ ქსელში, არც არჩევნებზე არ დავდივარ. აი თუ ისეთი ცხოვრება მაქვს არჩეული, რომ მე პოლიტიკასგან შორს. ეგ შემიძლია და მაგ შემთხვევაში ეგრე შემიძლია ქრისტიანული რაღაც მაგისი კაი მაგალითი, აი ბერი რო ავიღო. კი, მაგრამ მე თუ პოლიტიკაში ვერევი და ქრისტიანი ვარ, მე უნდა ჩავერიო ქრისტიანობის გადმოსახედიდან. მე არ შეიძლება პოლიტიკაში ვიყო არაქრისტიანი და ისე ვიყო ქრისტიანი პოლიტიკის გარეშე. პოლიტიკაშიც ქრისტიანი. შენ თუ ხმას აძლევ. ქრისტიანობიდან გამომდინარე უნდა მიცე ხმა. შენ თუ აქციაზე გადიხარ ქრისტიანი. ანუ პოლიტიკაში ნაციზმს აძლევდი ხმას და ისე ქრისტიანი ვარო, იძახდე ეგ არალოგიკურია. ანუ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. რომ მიდიხარ არჩევნებზე და ხმას აძლევ პარტიას, რომელიც მხარს უჭერს მაგალითად აბორტებს. მან უნდა გაგიჩნდეს საკუთარ თავთან კითხვები. რომ ბიჭო, ჩემი მორალური დოქტრინა მაგალითად აბორტს აცხადებს ბავშვის მკვლელობად. მე რატო ვუჭერ ისეთ პარტიას მხარს, რომელსაც მაგ ბავშვების მკვლელობის დაკანონება და მაგისი გამარტივება უნდა. ანუ მაგ პერსპექტივიდან უნდა შეხედო მაშინ იმ ძალას, რომელიც მოგყავს, იმიტომ რომ ის ისეთ კანონებს დაადგენს. აი, კეისარს კეისრისა რო უნდა მისცე მერე. ის კეისარი, ვისაც შენ მოიყვან ამ პოლიტიკური აქტივობით, თუ მოგთხოვს მერე ეგეთ რაღაცებს, ჯობია რომ არ მოიყვანო ეგეთი კეისარი, ხო? კი, შენ უნდა ეცადო რომ ეგეთი არ მოვიდეს და ანუ აქ მაგაშია საქმე, აი მთელი შეცდომა იქ არ უნდა დაუშვას არავინ, რომ აი ეგეთი ცხოვრება შეიძლება აირჩიოს ადამიანმა. საერთოდ მე პოლიტიკაში არ ვერი. ანუ შეიძლება ადამიანმა ჩათვალოს, რომ მე პოლიტიკას ზემოქმედებას ვერ ვახდენ და პოლიტიკაზე რადგან ვერ ვახდენ ზემოქმედებას, თავს ვიკავებ. და მანდედან გამომდინარე, როცა მაწყობს, ისევ ამბობ, რომ მე რა შუაში ვარ და როცა მაწყობს პოლიტიკურად აქტიური ვარ, მაგას ვქვე ფარისევლობა. ეგ ფარისევლობა. აი თუ ჩვენ ვერევით პოლიტიკაში და თუ ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, დებატებში, აზრის გამოთქმაში, საჯაროდ პოზიციის დაფიქსირებაში იმისთვის, რომ ბევრმა გაიგოს და რაღაცა აზრმა გაიმარჯვოს და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესი. ეს ყველაფერი უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ
პოლიტიკური ერთეული ქრისტიანების უნდა გავაძლიეროთ. ანუ ქრისტიანული საქმე უნდა ვაკეთოთ პოლიტიკაშიც. თუ აი მაგალითად ასეთი ის არსებობს, ხო იცი, ფილოსოფიური ის არსებობს დილემა. ქრისტიანული ასეთი ის არსებობს, რომ აი ადამიანი, რომელიც არ არის ქრისტიანი, ხო? ხო. ეგ ადამიანი შეიძლება თუ არა რომ მოხდეს სამოთხეში. და მთელი რიგი ის არსებობს, რა ქვია. დავები ამას. მთელი რიგი დავები არსებობს და ბევრი ადამიანი ქრისტიანობაში ვერ ხედავს პასუხს. იმიტომ რომ სინამდვილეში პასუხი არსებობს ქრისტიანობაში, უბრალოდ ჩაუხედაობის გამო ვერ ხედავს, მაგრამ არსებობს ეგეთი საკითხის დაყენება და საქმე რაშია, იცი? ადამიანი, რომელიც მორალურად კეთილი ადამიანი, აი კარგად ცხოვრობს. ეგეთი ადამიანი შეიძლება რომ სამოთხეში მოხდეს. ეგ ანუ განისჯება მისი საქციელით. მაგრამ პოლიტიკურად ადამიანი თუ აქტიურია ქრისტიანების წინააღმდეგ, ეგ არ შეიძლება რომ მოხდეს სამოთხეში. ანუ თუ ებრძვის ქრისტიანობა. ხო, ანუ ეგ მნიშვნელოვანია. საერთოდ რა არის? ადამიანებს აი ეგეთი რაღაცა ეშლებათ. აი როცა ნათქვამია, რომ შენ ქრისტიანი არ არის ვიღაცა ადამიანი, შეიძლება ვთქვათ რაღაც სწავლება არ ქონდა, ან ისეთ გარემოში დაიბადა და რა ასე შემდეგ, ხო? ის ადამიანი თუ პოლიტიკურად მოღვაწეობდა ისე რომ ქრისტიანები დაემარცხებინა, დაესუსტებინა და ეს არ მოინანია. და აი ასე დაამთავრა ცხოვრება, რომ აი ბოლომდე ქრისტიანებს ებრძოდა, ეგეთი ადამიანი ვერ მოხდება სამოთხეში. ანუ პოლიტიკურ საქმიანობას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეგ უნდა გავყოთ ერთმანეთისგან. თუ შენ იძახი რომ პოლიტიკაში არ ერევი, მაგ შემთხვევაში შეგიძლია თქვა, რომ ნუ მე რა ვქნა ახლა ასეთი რეალობაა და მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ვერ ზემოქმედ. მაგრამ შენ თუ ცდილობ რომ არჩევნებზე მიხვიდე, შენ თუ აქციებზე დადიხარ, ხმამაღლა საუბრობ რაღაცა პრობლემის გადასაჭრელად, მაგ ყველაფერში უნდა გაითვალისწინო ქრისტიანების პოლიტიკური ამოცანა, ქრისტიანობას აძლიერებ ამით თუ არა. კაი, მოდი ახლა მაშინ შემდეგ თემაზე გადავალ, იმიტომ რომ ერთი წუთი ზურა ის სანამ შემდეგ თემაზე გადავალთ, აი შენ რაც აღნიშნე, რომ აი სამწუხარო პრაქტიკული მოცემულობა არსებობს ჩვენს ქვეყანაში და პოსტქრისტიანულ სამყაროში. რომ ხშირად ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრებაში თავის თავს თვლიან ქრისტიანებად და შეიძლება მათ შორის მორწმუნეები იყონ, ამ ეკლესიის ყველა წესი ცავდნენ და ამ შემდეგ. მაგრამ რატომღაც, აი პოლიტიკურ განზომილებაში არაქრისტიანულ არჩევანს აკეთებენ. აი ძალიან ხშირია ეგეთი შემთხვევები, როდესაც აი ადამიანი რო კითხო ქრისტიანია, თავის ცხოვრებითაც ცდილობს ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ჩვენზე ეგ ლიბერალიზმმა მოიტანა. ხო და, მაგრამ აი პოლიტიკურ მენიუში, ნუ ირჩევს სრულიად ანტიქრისტიანულ ძალებს. და ჩემი აზრით მანდ რა პრობლემაა იცი? ეს ადამიანები ხშირად არიან შეცდომაში შეყვანილნი, ან ზოგადად არიციან. იმიტომ რომ ჩვენთან და ზოგადად აი დასავლურ ცივილიზაციაში, პოსტქრისტიანულ ცივილიზაციაში, მოდი ეგ ტერმინი დავამკვიდროთ, იმიტომ რომ დასავლეთი გაცდა უკვე ქრისტიანული ქრისტიანობაზე თავად უარი თქვეს. შემოვიდა სეკულარიზმის ეგრეთ წოდებული კონცეფცია, რომელიც თავიდან თითქოს და რაღაც კეთილი მიზნებით გაჩნდა, რომ აი მოდი ეკლესიამ თავისი ფუნქცია შეასრულოს და სახელმწიფომ თავისი ფუნქცია, მაგრამ სეკულარიზმის დოქტრინამ მიიღო უკვე მათ შორის ისეთი აი ანტირელიგიური შინაარსი, ანუ საერთოდ ქრისტიანულ მორალს ცლიან სახელმწიფოს. ადრე თუ აი პირდაპირ გავლენას პრაქტიკაში ასახულ ტენდენციის წინააღმდეგი იყო სეკულარიზმი
და მაგაში არის ლოგიკა. ხო არ შეიძლება ახლა მაგალითად რაღაც თანამდებობის პირები იყონ სასულიერო პირები. ხო არ შეიძლება, არ შეიძლება. ამის წინააღმდეგ იყო თავიდან სეკულარიზმი, მაგრამ ეს ყველაფერი ბოლოს ტრანსფორმირდა იმაში, რომ ქრისტიანული მორალისგანაც უნდა დაიცალოს პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ველი. ეს ერთი ახსნა, რატომაც ეს ადამიანები ასეთ შეცდომას უშვებენ და მეორე ახსნა, ჩემი აზრით ასე მდგომარეობს იმაში, რომ თავად ის ძალები, რომლებიც არ არიან საკუთარ შინაარსში ქრისტიანული ძალები, ქრისტიანული მორალის მატარებელი ძალები. ისინი ისე ფუთავენ აი თავის შინაარსს, მინდოდა ზუსტად ლაპარაკი. რომ არავინ არ გეტყვის შენ, რომ მე არა ვარ ქრისტიანული ძალა. პირიქით გეტყვი. აი ეხლა შენ ჩამო LGBT-ის მომხრე პარტია გეტყვის, რომ რას ქვია მე